Height. როგორ ხართ? როგორ ხართ ხალხნებო? შეგულეთ საბჭომ ხარ. როგორ ახართ? უთეთრები. ასე შემოაბრუნე ცოტა და აღარ გათეთრება. რა ხდება? თქვენსკენ კარგი და ახალი როგორი ამინდები გაქვთ საზღვარგარეთში ან საქართველოში ღრუბელია. დილით გამთენიისას წვიმდა. მე მგონია საღამოსიც გაწვიმდება ხელისგული მეფხანება. მოთხინა. ტელევიზორში გამოაცხადეს რავი რომელი არხი იყო საბერძნეთში რეკორდული სიცხეებია. იტალიაში, ესპანეთში და პორტუგალიაში ცელოდებიან. იმედი ხანჭრებს არ გამოიწვევს. მაგარი სიცხეა. არა, აი ღრუბელია ხარ ხო, მაგრამ დახურულია. ხო, ვერ წარმოიდგენთ როგორ ცხელა. აი რუჩაი ხუთება. დაქვაბული ამინდია. ნახე ხარ ხო. თუჩანს. ბზიკმა უგბინა. კრაზანა. მიკბინა და წარმოგიდგენია. უნდა გაგაცინოთ ახლა. გუშინ მიკბინა. გუშინ არაფერი, არც მეფხანებოდა, არც გამისცივდა. დღეს. აი, დღეს მეკავება და ნაია. გაწითლებული და შეციებული აქვს. რაჭველივით ვარ მე, მომივიდა. მოტლა რაჭველივით მომივიდა, რაჭველი ვარ, მაგრამ რაჭველივით მომივიდა მაგრამ. რაჭველივით კი აიბუღებდა იმ კრაზანას მოვიდა რაჭველივით. რატო? გვიანკრა, გვიანი მოქმედა. ო, გვიანი მოქმედა. მოკვდებოდა ის. რომელმაც კი იმიდა. მე რა ვიცი? იცი რატო? აი აქ მიკბინა, აი აგერა. იცი რატო? იმას ხო იმას აშვებიან რა ქვია, ნესტარით ხო იმას აშვებიან და ვეღარ იღებენ იმ ნესტარს. და ძრებათ რო ფრინდებიან. და მოკვდებოდა. წყალი მოიტანე. წყალი რატო წამოვიღე? წადი დედი, საყინულებში დევს წყალი. მე ხარ ისკები ახლა. ლილა. ხარ ხო ნახოთ ხო შეიძლება ხარ ქალაქს დავიდეთ. ქალაქ. ნახოთ. იდე რა იქნიე ფეხი უმისავით. ასე იქნიე.
ჯანდაბა აქ. წვეტი აქ რაღაცა ეკალებით. თხილი კაია. მადლობთ. Thank you. მოხელე თხილები აქ გაკეთებული რა არის. სხვათა შორის ბარამბომ გამოასწორა განფეტები. კი. არ გააფუჭა გამოასწორა. თავიდან დაიწყო ცუდად და ბოლოში გამოასწორა. ბავშვობაში არ მიყვარდა ბარამბო. წარმოგიდგენია ჩვენი მაცივარია მაგრამ არციებს. აი უკვე რო შედებ, ხო? აი წეღანში ვალაგე 1.5 საათიც არ არის. უკვე ცივია. ხალხო ეს რეკორდული სიცხეები ძალიან გლახარი, აი ორგანიზმი ნამეტანი ამტრებს ახლა ცოდვები არ არის აქ. როგორ უნდა იცუნთქო, წარმოგიდგენია მუშაობა ხო გინდა. რამდენი ემიგრანტია იქა. ემიგრანტი კი არა მარტო. ქუჩაში ხო უნდა გავხდე გარეთ და მასაკნა გაშალო ფეხი. სახში ხო არ იქნები არა. სახშიც გწერა. აი რაღაცა სახში წაიცი რა არის მე ვიცი რა ნაირი არის მე ეს ციცხე გიორგი აი კეთების უნარს გიკარგავს ხო ენერგია არ აქვს არაფერი არ აქვს აი რაღაცა სასწაულება არის ზომბი დადიხარ რა აი ზუსტად ზომბივით დადიხარ უშუალოდ წყალი არ დამილევია. გუშინი ბანავე. გამიცხელ დააბაზანაში წყალი. აი მე შეც. მე ხელი წყლით დავიბანე ხალხნო. დავიწი პირდაპირ. სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. რა აღარანელებს ამბავი. ხო. ხანდახან არანელებს მე რა ინა ცხელი იყო წყალი რომ მოგული წამივიდა. აუ კილდი. მე ცხელი რო იყო წყალი. მე როგორღაც გადავანელე. ვერ შევედი, ვერ შევშვიდე. თავი ვერ დავიბანე. ვერა. თავზე რომ დამესხმეოდა და მე აქ მომიხვდა ბეჭზე. ვაიმე. რა საშინელება. აი დუღებული წყალი რო გადაისხა ხალხო ისე. არა, იცი გადავანელე ვითომ. ხო. მორჩი უკვე ნახევრად თავი დავიბანე უკვე იმაზე შამპონზე რო გადამევლო თუ ის ბალზამი. უსო გახურდა წყალი, ეტყობა კრანს მომიხვდა ხელი. დაუწიე თუ რა. ცხელზე გადმორთე ალბათ და? გადანელებული ხო მქონდა? ხო. უსო დაეწია, რა ვიცი მე რა იყო და მე ძლივ დავიბანე. მე რო გავანელებდი ხო ხან სულ გალიგდებოდა ხან სულ გაცივდებოდა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე იცი რა ვერ ვანელებ ხოლმე ხანდახან ვფიქრობ აღარ მოუშვებ ამას კრუშკით დავიბანა თქო ნერვებს მიშლის ახლა მაგალითად ხან მუდმივი წყალი ხო არ არის ჩვენთან არა ბაკზე გვაქვს წყალი, ხო? იმას ავზე. ხო უნდა დავკეტო, არა? ხო, აბა მოშებული ხო არ იქნება, უნდა დაკეტო და მე რომ მოუშვა.
ან ცივი მოდის ან ცხელი. წინა დაბანაზე კიდე იმას ავქენი რა ქვია. უცბად წყალი ხო გადავანელე. თბილი იყო ხალხო, თბილი იყო, აი ჩვეულებრივი თბილი. ვიბან უკვე დავიდავებანი თავი. როკენი. რანაირად. შემჩათავ. შემოგატყა. გოდა ის არის რა ქვია. ჯერ ეს ორი გადაატყდა აქეთ. ახლა ეს მოვტყმა. ეს იცი რატომ მოვტყდა ხალხო ეს ორი ცალი? მე მეკეთა თავზე. ხოდა ერთი კვილია გზემოთ. აი იმას გვერდს რო კვილი მოტეხო ზემოდან და ერთი ცალი მოვკონდეს. მარტო ერთი ცალი. კვილი რო მოტეხო და ერთი ცალი მოვკონდეს. ისეთია ზუსტად. ხოდა რას ყვებოდი? უცბად დავიბანე თავი უკვე მორჩი თავის და ტანზე შევეშვიდე ხალხო და არ წამომივიდა ცივი წყალი. ალბათ მივეჯახე იმას. თუ რა ვაიმე წამოვიდა ცივი წყალი. მე რო ცივი წყალი დამესხება ხალხო. ცუდად ხვდები. ამიფრიალ და გული. მე მეგონა გავლურჯდილ ამის ხალხო. მე მეგონა გული წამევა ამ აბაზარაში. ლამის აბაზარაში გავიშოთე ხალხო მე. ეს წავიკეცი არ გახსოვს აბაზარაში. გავიშოთე. მე წავიკეცი შენ გიგა. მე წავიკეცი საპონი რო დამიდია იმაზე და ხალხო. ო, ხალხო, ესე რო აქ ხოლმე აბაზანას, ხო აქ დასაბანადგილას ესე რაღაცა კედელივით. რო აქეთ არ წამოვიდეს წყალი. ხო და იმაზე დავდე საპონი. თურმე გადმოსრიალებულა დაბლა. დავარდნილა დაბლა, გადმოვდგი ფეხი. მარჯვენა ფეხი გადმოვდგი, საპნი იმაზე მიდან დავიბანე უკვე მორჩი, გადმოვდგი მარჯვენა ფეხი. გავადგი იმ საპონს, ეს მარჯვენა ფეხი ხო იქ წავიდა. ასე. მერე ეს ფეხიც გადმოვდგი. აქეთ, ესეც იქით წავიდა, შველი რომ მქონდა, მეტლახზე რო დავადგი, ესეც წავიდა. და პირდაპირ აი ეს ადგილი, აი ეს ადგილი, ხალხო ჩამოვარტყი იმას. ზურგი, ხო, აი ბეჭები, ვაიმე. თუ ამოვისუნთქებდი აღარ მეგონა იქ. კიდევ კარგი თავი არ ჩამოვარტყი და მთლად არ ოკეი, ნივიტიშე. ნივიძინე იქ. მართლა ისე თავი რო ჩამომერტყა, შეიძლება მოკდარიყავი კიდეც. კისელია. ან კისელი მომეტე ხა. აი ეს კისელი ჩამოგეკა. ხო. ან თავი რო დამერტყა და ტვინის შერყევა რომ მივიღო ხო? უი დედა. დაიწყები ტვინ შერყეული ლაპარაკს. 2 გრამი ტვინი ისედაც შეირყეოდა. მე ასე დაიწყები. ასე. აი ეს. თითთან იმასთან თუ მიიტანდი თითს, არა გაქისა. ასე აი, ასე ხო გაშლი ხელს და ცხვირთან თუ თითი მიიტანე, ესე იგი ტვინის შერყევა არა გაქვს და ტვინის შერყევა თუ გაქვს, უნდა აგიცდეს. ცხვირთან არ მიიტანო. ხალხო ვითომ რკინის არის ეს. რკინა არის, მაგრამ რანაირად გატყდა მე რკინა თუ. რკინა რანაირად არის. ვაიმე! მოიდა. აი ესეც შემოვატეხე. ორკმილა ის. მოთხოვე. აი უყურეთ ხალხო. მოთხოვე. ჯაკენი. აუ ჩამეერჭორა მწარეთ. ოკეი, ორკმილა გაიგეთე. ხო, რა გამიჭე შვენიერად. შვენიერალურია. ნუ. ხოდა რა ვიცი, ეგრეა ჩვენი საქმე. დაიბანა მსიცხეში.
გამოხვალ ისევ იქცხელა. სანამ ჩაიცმე ისე ისაგა ხარ. ხო. გაღუთქული. გუწასული. ხო. გამოხვალ თითქო მოგეშვება მე ისე. მე კიდე ისე შეხო. სუწყლის ქვეშ უნდა იყო, მაგრამ მართლა წყლის ქვეშ ჯიშს ხო უნდა იყო. ბატივით სუწყალში ხوار იქნები. და ვინც იქ არის ახლა კატასტროფული სიცხეები როა რათი რომ თქავს. ჩვენი გოგოა იქა. ვაიმე, თეკო არის ხო საბერძნეთში. უიდე და. ვაიმე, ჰა? თეკო რათი უძლებს? რათი უძლებ, ჰა? სიცხეს. ვაიმე, მე მაგალითად ვერ გავუძლებდი, გადავხტებოდი სადღაც. და სია, გადახტიდე იყავი რა. ხო უძლებდი რა, არ არის სიცხეები აქაც რო უძლებ. როგორ უძლებ? ორანაირად უძლებ, ვერ სუნთქა, ვერ უყურებ. ცუდა დავარ ხოლმე. გლახად. მე ხტებისადმე ხორცად ახტი. კი. ლუჭინში. ეგრე უნდა გადაეშვა და ოღონდ დინარემდე ვერ მიხვალ. ხო. ნუ ჩვენი ის არა ქვია ბრილიანტები, მარგალიტები. თუნდაც ხო არა ის ბრილიანტი. კი გონი. ბრილიანტს აქვს. რომელი? აი. მარგალიტი. აი თაძრობ, მე ვერ მოვახცე. ის მოვაძირი და ის ვეღარ მოვაძირი. ხო და ეგრე რა ვიცი, ამიტანი გაუსაძლისი ეს სიცხეც. ყველაფერი გაუსაძლისი რა არის კაცო ახლა. ვერაფერი ვეღარ სად ვერ ისვენებ, ვერსად ვერ სუნთქავ, ვერსად ვერაფერს აკეთებ. ორი ქათამი მაქვს ხალხო გასაკეთებელი და აი გასთან არ მიუყვანა თუ გინდა დამახჩი. ვეღარ შემიძლია იმ სიცხეში საჭმლის კეთებაც აღარ მინდა. სამთოში ყველაფერი ხალისია, კიცი. კი ცივა, მესმის. მეტი ხარჯიც არის ზამთა. აი არ არის ეს ჩემი ამინდი არ არის, აი ნამდვილად. ვერ ვიტან სიცხეს, ვერ ვიტან რაც მართალი. ადრე არ ვიყავი ესე. ეხლა მართლა გაუსაძლისია, მართლა ვეღარ ვიტან. მე რა ვიცი. მაგრამ ადრე სულ დასასვენებლად დავდიოდი. ბავშვი ვიყავი მაშინ და რა. მაშინ კი იყო სიცხეები, მაგრამ გაუსაძლისი. ესეთი უაზრო სიცხეები არის. ხო, მაინც რა, მაინც არის ხო. ჩემს ბავშვობაშიც არ იყო ესეთი უაზრო სიცხეები. ეხლა მაგალითად ესეთ სიცხეში მაღაზიაში ვერ მივდივარ. ხო და მაშინ ზაფხულში საღამოზე მიწევს ხოლმე წასვლა. ხან პური არ არის. ერთხელ როდის იყო ზამთარი იყო მგონი თუ არ ვწდები. არა, შაშან ზაფხულს. ხალხო საღამოზე წავედი მაღაზიაში, ხო და არც ლიბრეშიც არ იყო პური. არც ქვევით მაღაზიაში არ იყო პური. ორ ნაბიჯშიც არ იყო. მოვიარე მთელი გამარჯვების მაღაზიები და პური არც არ იყო. დაჟე ზევითაც ავედი. იქაც პური არ იყო. არ იყო, იმიტომ რომ მთლიანად არ იყო და იმიტომ სადღაცაიდან არ იყო. რატო არ იყო რა ვიცი. თუ გაზი არ იყო თუ ხო, რაღაცა არ იყო, რაღაცა არ იყო და იმიტომ მალე გაიყიდა პური. ხო და გაზი არ იყო, საცხობი არ მუშაობდა და ეს მალე იმიტომ გაიყიდაო. ხო, გაზი არ იყო. თუ ზუსტად აღარ მახსოვს რა ვიცი რაღაცა არ იყო და. ხო და აი ესე გაუსაძლისი ცხები რო არის. ნამდვილად ოცნელია რა. აი მე მაგალითად ვერ ვეგუები მაგარ სიცხეს ხალხო ძალიან იმაშვება მოქმედებს ჩემს. და ის გაზიანი წყალი და გაგიშვებს ის გაზი. რა ის პირიქით იმას მიზავს რა. არა, მე პირიქით მიშვები. მე პირიქით იჟოგას ვასწრებ. მე არა. ყვილი იყო. და ის არის. რა ქვია? სხვათა შორის აი ძალიან ვერ უძლებს სიცხეს. მე გული მიღონდება. აი დღისი იმდენად აღარა. აი ხალხო. დღისი ტრიალებ აი სიცხე რო არის რაღაცა სახში იმდენად არა. საღამო პირი როა? ვაიმე 4 საათის მე. რო დაიხუთება, ხო? ვეღარ ვისვენებს ერთოდ. ვეღარ სახში და ვეღარ არის.
და ჯერ ეგეთი მე იცი რა ჩვენ ამ ხალხო საღამოს გაკეთებას მისჩემნია დილით გავაკეთო ჩემი საქმე მოვილიო და საღამოზე ცოტა თავისუფალი ვიყო აი ესეთი ისა მაქვს მე ჩვევა და საღამოზე აი მომკალიდან გამაკეთებიან ნურაფეს კი ახლა თავისთავად დავჭირდა გავაკეთებ კი არა მე თვისა მაგრამ საერთოდ ესე ვარ აი დღისი მისჩემნია დილით ან შუა დღემდე რომ მოვასწრო რა ესე 11-12-მდე თქვათ აჰა პირველამდე ყველაფერს გაკეთება რომ მე აი საღამოზე აღარ დამჭირდეს ელემენტარულ რაღაცა და ეხლა იქით ვიყავით გადასულები ისა წამალი და ის ვიყიდე რა ქვია ფეირი აღარ მქონდა კიდე რა ვიყიდე და რა ვიცი ის სოსისები იყიდა გიორგი საღამოზე მოგიხარშო გინდა ისა კიდე რა ერთი მოხარშო ერთი მოხარშო ხო კიდე რა 2 კილოა და 2 კილო სოსისი რა თქვით ხო 2 კილო რა თქვი რა ვიცი არ დამოხარში და რო გაცივდება ხვალეც იქნება ხო რა ვიცი რო აღარ დაგჭირდეს მოხარშო ხვალეც ხო და ის არის ხო და რა ვიცი ქათამი მაგ ახლა გასაკეთებელი იქით წავედი და იმიტომ ვეღარ გავაკეთე აი დილით მიჩემნე მე საქმეს დაჟე საჭმის კეთებაც დილით მიჩემნე უფრო ენერგიულად ვარ და საღამოს მომწყვეტავს აი მე როგორ მტკივა ვერ წარმოვიდგენთ ეს ხელი აი ნიხურს და ნიხი რა ცხელი მაგდე ხო ცხელი მე ო რა თვალები გამიშტერთ რა ბიგიდე ხელი გული მეყანება გამიშტერი ბაბა ფრი გამიშტერი ამ შავს ხო გაიხდი გამიხადო აუ უმეცი ეგენი კოლდეს არის იქაიო აჰა მე წავიღო ხო და ეგრეა ჩვენი საქმე და ყველაფერი ნაწილდებად წავიდა ამ იმაზე განებე თავი ნუ დაშალე რა ნაყარი დაბლა თუმღარა სახლებს და იმის ლაგებამ დავიღალე ერთი და იგივე აი ერთი და იგივე მამო აქ კი არ არის უკვე რა ერთი და იგივე პროცესი დაუთავე დარეცხე საჭმელი სადილი საჭმელი რა სადილი მეთქი საჭმელი გააკეთე დაასუფთავე დარეცხე დაუთავე დაწმინდე გამოგავე მოწმინდე მიწმინდე და ეზო კარი აქ კი არა უკვე ხალხო ყალე მგონი ქალაქში მიდიოთ ზუსტად არ ვიცი და გადავიღებ თუ თავგლეჯვა იყო და თავს ხვალ წვიმა არის მე მგონია გამოცხადებული და ხვალ თუ არა და ზეგ წავიდეთ ის ფულით დამეხარჯება ის ვიყიდოთ რა ქვია სათიბის ყიდვა გვინდა არ ვიცი ხათხსას წვია არ წხედავს ხორცი რა არა ის მოინტერესებს წხედ ელემენტარული რაღაცა რაც ღირს იმას გამოვიტან იმაზე რა ქვია ჯერ დავივლით და რა ღირს ბარათიდან გამოვიტან მე რაც ღირს იმის ღირებულებას და სულ ვერ იმას ვიღავ გამოვიტან რო სულ ტონი გამოვიტან არა მე მოვტყუდი ისე უნდა მეღო ის ფული საშულიყავი რატო რო ბარათზე აღარ იმას იზამდა რა ქვია აღარ დამეხარჯებოდა ას რაღაცა გამოიტანე და დანარჩენი იყოს აღარ დაგეხარჯებოდა არ ვიცი რა ღირს ისა რო როგორ არ იქნება კაცო რა ეს დიაფიანი მიდე იმედია კატასტროფა ფასა და ვიძახე ფასები და ვიძახე თქო ხო და ელემენტარული რა ვიცი აბა ეგრეა ჩვენი საქმე საფთიბელა გვინდა რომ ყოველ დღეს სუწმებია ხანდახან ამდენი ბალახი გებიცები თუ მახსოვს ჩვენ ეზოში რა წერს რომ ბალახია ნუ იტყვი რა არ ყოფილა და იმიტომ არ გახსოვს
რა არის უთიბა და სულ ვაკეთებ და მღალაღაში. წელს გადაირია ბალახიც, მე რა ვიცი. რაც ყვავილები არ გადაირიან და მაინდა ბალახი მოდის რა. ვაიმე, ყვავილები ხალხო. ყვავილები რაც დიდი იზრდებოდა ისინი პატარები დარჩა. რა მოუვიდა წელს ვერ გავიგე. ეს თითიც ამტკივა. გეტკინება მარასიც მაგა დაიარა მაგა. გადგილას არის დავლილი ისა რა ქვია. რა ქვია კაცო? შხამი, ხო. ვენომი უნდა მეთქვა. ჰა? ვენომი უნდა მეთქვა. Venomous wasp. Venomous რა ჯენდობა. Venomous არის შხამიანი. Venom არის შხამი. Venomous? ამა Venom. ხო იცით? რა. Venomi ხო იცით? რა. Venom. ფილმია. იმას აქვს რა ქვია, Spider-Man-ს გავს. ეს რაღაცა შავი ის არის და კაცი გადაიქცევა ხოლმე მაგათ რო გაბრაზდება. და რა დიდი ენა აქვს. მე რა კლაუს ბოროტია. არა იცი ხანდახან ფილმებიც არ მოწონს რა ბოროტობა. Venom. მე როილდის დღეს არ მეყურები. საერთოდ ეს თურქული სერიალები მოვაწყვიტეთ აქედან. ხალხო, არა ხართ ვინმე რომ ეს თურქული სერიალები საერთოდ მოვაწყვიტოთ აქედან, რა. საერთოდ ზოგადად სერიალები. ახლა ამოვიდა ყელში უკვე. სერიალები. რაღა უნდა უყუროთ გიორგი აღარ. ფილმები გავუშვა ნორმალური რაღაცა გასართობით და შემეცნებითი რა ჯანდაბად მინდა. რაღაცა სერიალები რა დებილობ რაღაცეებია. გათხოვებას გვასწავლიან მოკლედ იმაში რა ქვია. როგორ გაყვნენ მილიონერ ცოლად. იმას გვასწავლიან მეც არაფერს. რას ბუდოში? ხო, აბა, ცოლად როგორ გაყვნენ მილიონერს. იმას გვასწავლიან. უნდა გასწავლონ აბა მილიონერს უნდა გაყვება ღარიბი ვისად. ჯერ მე დაშორდებიან მეორე მილიონერი გამოჩნდება იმას მიყვებიან. მილიონერები არ ჯობიან იმას. დადიან წინ დაუყან ასე. ღარიბი. ღარიბი უკეთესია მილიონერი არ ჩალავად მინდა. მილიონერი ურჩევნიათ გიორგი და შენ გიჩემნია თუ არ გიჩემნია. მილიონერს გააჩნია 1 მილიონერთან დარჩის 70 მილიონერთან კი არა. მე ყველასთან ხო დაშორდებიან სახლებს იმას აშვებიან. რა ქვია? მე თვითონ შვილი ვიყავ. თითოსგან შვილები ყავთ. ის სახლებიც ხო უნდათ. რა ვიცი, ჰალისია თუ კაცი კი მოუდა რა. ჰალილი. არა ისა ჰალითიო თუ რაღაცა რო ერქვა. იმის ილდიზის პირველი ქმარი. პირველი ტურფა. ისიც თუ შეუყვარდა ის ქართანია თუ არტანი რა ვიცი. თუ თარჯანია თუ მარტანი რა ვიცი. რაფია? ქართანია თუ თარჯანია თუ რაღაცა ქვია რა ვიცი. ქართანი. რა ვიცი რაღაცა ხო ქვია. ქართან პოპოვარსკულები ქარდარი, ქარჯანია თუ თარჯანი. ეს როგორც ის? რა? როგორც თამამ. ისა რა ქვია? მერაბა. ვაიმე მოუყევი ის. ვაიმე ხალხო ის მოგიყვეთ. არ ვიცი ინტერნეტში შეიძლება თქვენც ნახეთ. ამომიგდო ისინი ძმაკაცები ჩავედით თურქეთი. ჯო მეგობართან ჩავედითო და იქ ცხოვრობს. ეთყობა ყო და ჩავედით თურქეთში. ჩიო მე კი არ ჩავედი ხვები ჩავიდნენ ვინც ყვებოდა. ჩავედით თურქეთშიო და პირველად ვიყავი არ ვიცოდი და სამბობდნენ და შევედით კაფეშიო რა. და ისინი გვეუბნებიან მერაბაო და მე მეუთხარიო ზვია და და თურმე მერაბა ერთმა მეგობარმა გვითხრაო რომელიც იქ ცხოვრობდა გვითხრაო რომ მერაბა ნიშნავს ამათთან გამარჯვებას უხალხო. იმას ეგონა მერაბა სახელი და თავისი სახელი უთხრა ამანაც. მერაბა არ ერქვა იმას. მერაბა იმას არ ერქვა და
ბეა. სახელი თავისი სახელი უთხრა, ის მე ეგონა რომ სახელს მეუბნებაო. თავის სახელს რა. ოი მე რასა გაიგონა. Teşekkür ederim. Teşekkür ederiz. Teşekkür ederim. Teşekkür ederiz. ეგრას ნიშნავს. Teşekkür ederim. დიდი მადლობა. ისა, teşekkür ederiz. ეგ სხვანაირად ამბობ, მადლობა. Teşekkür ederiz არ არის. აბარა. Teşekkür ederim. Teşekkür ederiz asiyamboen. Günaydın. 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 Teşekkür ederiz. მე ასე ვიტყვი ხოლმე თურქეთში teşekkür ederiz. როგორც დავიმახსოვრე. Günaydın. Merhaba. მეორე ნაირადაც ვარ. რა? გამარჯო. Selam. 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 Merhaba. Merhaba უფრო Merhaba არის უფრო ის არა ქვია, ძალიან ფორმალური. ფორმალური და ყოველდღიური მისაღება. Merhaba. Teşekkür ederiz. Selam. ისე რა არის, ეს ყველას თავისი ისა აქვს აქვია. Salamu aleykum. კუთხურის, აი თავის საუბარი ყველა სხვადასხვანაირია და ჩვენ ასე გონია ინას მოვიტეხავ მეთქი ისეთი ისა. Salamu aleykum. თურმე. მე მეგონა აზერბაიჯანული იყო სიტყვა იყო, მაგრამ აზერბაიჯანული არა ყოფილა. არაბული სიტყვა. ოღონდ კიდე სხვა სიტყვასაც ამატე. არაბი. Assalamu aleykum. ახლა ყველას თავისი Assalamu aleykum. Wa rahmatullahi wa barakatuh. ეგრას მშვიდობა თქვენზე. ღმერთი ფარავდეთ ანუ რა. თექცოდნია ზოგი და ხერაღაგინთ. Wa rahmatullahi wa barakatuh. Ahlan wa sahlan. ეგეც ვიცი. ეგრას Ahlan wa sahlan ნიშნავს კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მობრძანება. როგორ უნდა? Ahlan wa sahlan. ასლაუნა. Ahlan. რაღაცნაირ სხვანაირ გერა უნდა გაწარმოთქვა. ასლან მასლან. Ahlan wa sahlan. ასლაუნა მოსახლან გამბოქა. მოიწრევენას აიქა. შენ არ უნდა წახვიდე არაბეთში. ასლაუნა ბლანა. ოღონდ ქვეყნები ცვლიან სიტყვებს. ამდარაბიჩი. ქალი არის მარა. მარა. კაცი, კაცი არ ვიცი. ქალი რა? მარა. 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 ო. მარა. 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 ეგ ერაყის არაბულად უყოთ. ქვეყნები ცვლიან იმებს რა ქვია. ოჩა ისევ სხვა ენები ჯობია სხვათა შორის. უფრო ადვილი სასწავლიც არის და გამოსათქმელიც. ჩინური. ეგ ხო ვაფშე ძნელია. ჩინური რაღაცები ბუდავი. Salam aleykum. Salamu aleykum. Wa aleykum assalamu. ეგრა. გაგიმარჯოს. Thank you very much. Thank you. მარა არაბები მარჰაბასაც იძახიან. გამარჯობათ. Marhaba. ხო, იმ ხელა სიტყვის ტყვა რა თქვა. მარჰაბასაც იძახიან. ძალიან უცნაური ენა კი არის. ხო რა. უცნაური დამწერლობა რაღაცნაირ სხვანაირ. ოღონდ პირიქით კითხულობენ, მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ. არა და მარჯვნიდან მარცხნიდან მარჯვნივ უნდა წავიკითხოთ. ებრაული ენაც ეგეთია.
რა ვიცი მე ძალიან უცნაური წარმოსათქმელი სიტყვები კი ყოფილა მე ებრაულში და ახლა იცი რა არის გიორგი მუდმივად რო იქ ხარ თავისთავად კი გეცოდინება ხო ითვისებ არა რო ისწავლო ცუდი კი არა არის სხვათა შორის გზა არა გა გიორგი თავისთავად არა სხვა გზა არა გაქვს იქ რო ცხოვრობ უნდა ისწავლო უნდა ისწავლო კიდეც და უნდა მეტი გზა არა ისაუბრო მათერაზე კი ბატონო მათენაზე როგორც უცხოელი რო ჩამოვიდეს ჩვენი ენაზე ხო უნდა ისწავლოს ხო ვარდებულია უნდა ისწავლოს თუ აქ უნდა ცხოვრებ და თუ დასათვალიერებლად მიდიხარ და დაბრუნდები უკან ხო წამს ვერ ისწავლი ხო თქვათ მაგრამ მუდმივად თუ იქ რჩები და ხო სამსახურიც იქ გექნება და ელემენტარულ რაღაცა უნდა ისწავლო მეტი ის არის რა ქვია აბა მაღაზიაში რო დაიწყო მაგალითად მუშაობა მარკეტში რო ვიღაცა ებრაელი რო შემოვა მაგალითად ხო მას იზავს როგორ უნდა გააგებინო ხო ვერ გააგებინო რა თქმა უნდა ეს კარგია მარჰაბა და ხო უნდა უთხრა რაღაც ხო უნდა უთხრა ან გამარჯობა ან საერთოდ ქალაქში დაიკარგო ხო ვიღაცას რაღაცა უნდა უთხრა რომ დაგეხმაროს კითხო რო სადღაც იმაში არა მოხმოჩნე რა ქვია სხვა ქვეყნის საზღვარზე როცა არის ხო და ელემენტარულ სიტყვაზე ვიყოთ ხო ის არის ინგლისური ხო იცოდინებთ რა ვიცი კი შეიძლება იცოდინებათ მაგრამ არ მგონია რომ ლაპარაკობდნენ იმიტომ რომ ბევრი არ იციან ზოგმა მაგრამ არ ლაპარაკობენ ესპანეთში მაგალითად ინგლისურად არასოდეს არ დაგილაპარაკებენ ესპანურად ლაპარაკობენ ახლა იქნება უცხოელის უნდა კითხვა რაღაცა და არ დაგილაპარაკებენ ელემენტარული მაინც უნდა ისწავლო ან ის უნდა გქონდეს რა ქვია ლექსიკონი იქ უნდა ათარგმნიო უნდა ათარგმნიო კი იმაში Google Translate-ს უნდა ათარგმნიო მაგრამ Google Translate-ი რამდენად სწორად გადაგითარგმნის ეგ არ ვიცი ვინც ის სულ შენ გამარჯობა თქვა და იმას სხვა რაღაცა გადაგითარგმნოს და გინება აღმოჩნდეს ისა და თავში გითხრა რაღაცა მერაბა და თითოეული სიტყვა უნდა იცოდე მაგალითად რა ადამიანმა არ გაწენს უნდა რო იცოდე არ გაწენს არ წედი ენა ხო იცით რამდენი ენაც იცით იმდენი კაცი ხარო მაგრამ ინგლისური არის მსოფლიოში ყველაზე გამოსადეგი ენა არც ისე ადვილია მაგრამ მაინც გუშინ ამოუყირავებიათ რომ ჩავედი იგისა საკვები ჩასაყრელი და მიითევდნენ ბევრი არა მაგრამ ამოჭამდნენ შიგნით იყვნენ შესული 2 წელი იმაში ჩასაყრელში საკვები ცოტა გაიყო ცოტა მოვიტანეთ საკვები ჯუჯულების ჯიბა ჩას რო ეტყვება ქათმებს აქეთ მოდიან იქით კი არ მიდიან უცნაური ქათმები მე რო დაუძახებ ჯიბა უკან მოგდები ხო მე რო მივდივარ ჯიბა რაც ჭირდებათ უი მე რა არის 29 ხანდახან უცბად გავარდება ხოლმე და ხანდახან ახლა 39-ზე ვარ ჯერ ჩორთულა და ხო
ჯერ არ ჩართულა. აი ხალხო რა უნდა გითხრა. ვიძახი შილაკს გავიკეთე მეთქი მინდა თქო მაგრამ. რატომაც ვერაუბედა ვიცი? ჯერ ისა მაქვს ჭხილი თხელი. ხო. და გამიფუჭდეს იმისი მეშინია. სხვათა შორის ის ბორმან განეთ რომ აცლიან შილაკს და კლიბავენ. კლიბავენ სანამ კიდე იმას აშვებიან დაგადებენ გელს. და ეს ხო უნდა გაგი თავისუფლო გაგისუფთავენ ხო? აი ის იმას ქნა. და დაგიგძელო. ხო სანამ მაგდა რა შუაში იყო გელს დაგიდე სანამ მაგდას დაგიდებენ გელს დაადე. გელს დაადებენ ხო მაგდა რა შუაში იყო ხო? რაღაცა პოლიგელიო თუ შოლიგელიო მე მეგონა ერთმანიკურს უსვადნენ და მეტი არაფერი თქონდა ქვეყანა რაღაცა მდუმია თურმე იქ ბაზაო იქ ისაო რა ქვია მანიკურიო იქ გელიო იქ ისაო ეგ ისაო აი მე კლიბიო ბორმანკანაო საშრობიო მე მეგონა ერთმანიკურს წაუსვავენ და ვსიო 10 თითის და 4 საათი უნდა იყო იქ 4 საათი თურმე მაგიტომ უნდა და მეთქი მანიკურს რა თუნდა მაგდენი დრო ხო და თურმე ქვეყანა რაღაცას უგედებენ ხალხო აი მე ვიღაცა მანდ ხომ მოგწერა მოვიდეს ჩემთან მე გავუკეთე ხო ვიღაცა მოგწერა ვიცი ხო მოდა თურმე ბევრი რაღაცა მდომია მე ის ბორმანკანა რომ უნდა ჩართო რომ უნდა მოიხსნა სამაგან ნერვი გინდა იქურდა ელოდო თქვათ მე ის არის გიორგი მეტყვის წამოყვებიო იქ კიდე დასვა ხო გაგიჟდები გავგიჟდები ალბათ 70 ინტერნეტი უნდა მქონდეს რომ ის ამას აქვს რა ქვია ალბათ ველოდო იმას თითო უნდა გააშროს გააშრონ მე ისინი ჯერ ხო ის უნდა წაუსვა რა ქვია გაკლიბონ მოამზადონ უნდა მოჭრან რაღაცა იმასაკენ რომ მოამზადონ და ის კლიპსები რო გაუკეთონ წაუსვან იმაზე კლიპსები გაუკეთონ მე ის უნდა მოახსნან მე ის უნდა კიდე გაასწორონ მანიკური უნდა გადაუსვან ეს ჯერ მე ისინი უნდა შეყო თითები სათითაოდ უნდა შეყო გაგიჩროს აი მე სად არის მაგის ნერვი ბაზაო იქ მოიდოვებენ იმას რა ქვია ბაზაო შმაზაო გელიო შმელიო და მაგის ნერვი კი სად არის 4 საათი და დაჯდება იმაში 2 საათი 2 უნდა 4 რა გააჩნია როგორ იმას გაიგეთ დიზაინიც უნდა გააკეთონ თუ დიზაინს გაიგეთ ან მინდა დიზაინი ისე გავიკეთებ სადაც რამის ნამაზ რაზე ლამაზია დიზაინი ან ის ფრენჩი უნდა გაიკეთო კიდე უკეთესი წითელი უნდა წაისვა და თეთრი უნდა გადაუსვას ზემოთ ფრენჩს ხო წითელი ფრენჩი რანაი არა და თეთრი წითელი და თეთრი ერთმანეთს უხდება მიდის ერთმანეთში მარჩიო ლამაზი ან საერთოდ ეგ არ უნდა გაიკეთო ის პეჭია თუ რაღაცა და იმას აქნა რო ქვია ფერი უნდა წაისვა მარტო რამე ლამაზი შინდისფერი არა მაგარი შინდისფერი არა აბა ის როგორი წითელი ფერი მიყვარს მაგარი წითელი ხო ხო ერთიცე სხვა ფერი ხო მანიკური მიყვარს წითელი მაგრამ ვაიმე პომადას ვერ ვიტან ხალხო წითელი პომადას ვერ ვიტან ერთხელ უნდა გავიკეთო ახალწლისთვის უნდა გავიკეთო და უნდა უკეთო აი ვიღაცას რო უსვიათ წითელი პომადა მიდება რომ მოიხსნა მოვაჭრა ცოტა ადრე გავიკეთებ რომ მე ახალწლისთვის სამხელა რიგებია ხოლმე ხო ადრე უნდა გაიკეთო და ჩავეწერო და გავიკეთო ხო კოხტა ნუ ეს მე ამოვიჭერ კაცო არ მინდა იმათი და ჭრმით გავიკეთე ნუნას მოუნა ხო და
მიგრე ჩვენი საქ. ყველა მეგისწავლა. ზოგი ვერაკეთებს, ზოგი, ხო. ადრე კიდე თავიდან რო ტატუები შემოვიდა ესე ინტენსიურად რო იკეთებდნენ ხალხი. მოდაში რო შემოვიდა. ყველამ ხო იგისწავლა თავიდან. ტატუები. მე ხანში ფრენჩებიც ჩამოვარდი. ახლა ეს ისიც რა ქვია? ეს შილაკი. შილაკიო თუ შრილანკაო თუ რაღაცა შრილანკა თუ ბანგლადეში რა ვიცი. შილაკი. ხო, თორაცა. მე კიდე რა ვთქვი წეღანა მე ისა. ფენჩი. ხო. ფრენჩიო თუ ფეჩიო თუ არა. აბა. ახლა რაღაცა თქვი ხო. დიზაინი მე რა ვიცი რა ვთქვი. რაღაცა თქვი. ხო. რამე ახალი გამოვა მე რაღაცას მიიმაგრებენ კიდე ჭილებზე. მაგრამ ზოგი რატო იკეთებს ეს ბაბაიაგას ჭილებს გამაგებინეთ ხალხო? ჭილები დასაწებებთ ამ ბაბაიაგა. არ არის ეგენი ბაბაიაგას ჭილები ისინია წაწვეტებული როა პირდაპირ ცივი არაღია რა. გორან მიყვარს მე წვეტიანი ჭილი. მოვითხოვე ცივი არაღები აიკრძალოს. აი მე სხვა რო ატარებ დანებს და იმებს ხო? ცივი არაღი რაც არის და რაც ჭრის. მაგებსაც მოატარებენ ხალხო, ეგეც აიკრძალოს. გაიკეთო რამე ლამაზი ხო შეიძლება არა? რა არის ეს ბაბაიაგას ჭილები? როგორი ფჭილი მომწონს მე გაკეთებული თქვათ. ნორმალური სიგრძის, აი მართლა ნორმალური სიგრძის და აი წვეტიანი რო არის ამ სიგრძე და მიღუ ამ სიგრძე რო არის, თან ამ სიგრძე რო არის, აი ზუსტად ამ ხელა. ზოგი ამ ხელას იკეთებს. ზოგი ამ ხელას იკეთებს. აი ამ ხელას რო იკეთებენ და წაწვეტებული რო. ეგ არის ჩვეულებრივი მაჩეტე. არც ფჭილებს ხელს არ უხდება რა. არ უხდება ვაიმე. მე არ მომწონს. ეგ არის ჩვეულებრივი მაჩეტე ხალხო. ვერც აი გამაგებინე, აი თქვა გაიკეთე ხო მაგ ხელებს ჭხილი. ნამდვილად მე ვერ საქმეს ვერ გავაკეთე მაგ ხელებს ჭხილით. საჭმეში საჭმეს ვაკეთებ, დანამიკავია და წავიწყნე და ვიდანით იმას რა ქვია. ჭხილს. ზოგადად აი მაგ ხელებს ჭხილები რა უბედურება არის რა. ან თავირანაირად უნდა დაიბანო მაგით. ამ ტელეფონი როგორ ნა? თავის დაბანა რო გინდა როგორ უნდა. ალბათ ასე უნდა დაიბანო. ან ტელეფონი ასე უნდა ქნაი? ასე უნდა გააკეთო. ჭხილები არ უნდა მიუშვა. მე ტელეფონებს ისეთი თხელი ეკრანი აქვს რომ ეს ჭხილები რო უტყავ იმას ჩატყდება. არა, ძალიან დიდი ჭხილი. კი, მესმის, მე წინა აღდგედი კი არა რომ იმეს კონდეს, მაგრამ უბრალოდ ნამეტანი აი ამ სიგრძე ჭხილი. ნამეტანი დიდი არ უხდება ჭხილს და იმას რა ქვია. ჭხილსა თვითონ ხელსაც არ უხდება. გძელი ჭხილები რა არის რა უბედურება. გაიკეთე ნორმალური სიგრძის. რომ არც არაფერს შეგიშალოს ხელი და არც ისაქნა რა. ცივი არაღი ესე. ცივი არაღია ჩვეულებრივი. ხილო თვალები გამოგთხარა. ასე რო ქნა მე. ასე პირდაპირ წდება. ვინმე თუნეროს ისე თიმხნებ კი კარგია. აი გზაში რამე ის არის აქ ინციდენტი თუ შეემთხვევათ და ვინმე პედოფილი გამოუვარდებათ ეგრევე თვალებში წავიდა. პირდაპირ ან თვალებში ან კისერში პირდაპირ ხელში გამაუს ერთი და ზო მორჩა. დამთავრებულია იქ ვერც პედოფილი მოგეკარება მე და მეც ისა რა ქვია. აი და პირდაპირ წვეტი მუცელში. ბებუთია ჩვეულებრივი. ოღონდ ბებუთი იკეცება ხოლმე, ეგ არის კეცეა. ეს რჩევა. ხო, გაშლილი გაკ. არა, მაგაზინი მაგხელებს ჭხილი არასასია მონამდვილად. ჯანდაბას წვეტიანი, მაგრამ პატარა მაინც გაიკეთონ. ცოტა მოკლე, პატარა რა არის აი სიგრძე როა. მართლა ბაბაიაგას ჭხილები. ჭღიბავის ჭხილებს აქვს. გავცა ის ზღაპრებში იმათ აქვთ ხოლმე რა ქვია. აი ადრე სერიალებში ჰქონდათ ხოლმე ემათ ჭღიბავები რო იყვნენ ზუსტად ეგეთი ჭხილები. და ზღაპრებში რომ აქციები არიან კიდე. აქციას ჭხილები ზუსტად. ბაბაიაგას. ხო, ბაბაიაგას ჭხილები. მაგრამ ცოცხლზე შესხდნენ გაფრინდა. ხო. არა, მე ნამდვილად არის. იცი რა უნდა ქნან, თმები უნდა აიჭეჭონ თან. და შეჯდნენ ცოცხლზე და პირდაპირ. გაფრინდნენ. არც ის ფერი აღარ უხდება იმ ხელა. არა. ჭხილს.
იმხელა იმას რა ქვია, სათამ ბრჯენები რო უკეთია ჭხილები. ამ სიგძეს, აი მართლა აი ძუგს ამ სიგძიე, კაი. აი ამ ხელა ჭხილით რა უნდა გააკეთო? ეგ ხო და მე ეგ ცოტა ის მოკლე მაინც არის, მაგრამ ზოგს ამხელე რო აქვს, უფრო გრძელი რო აქვს კიდე. ხო. ერთი ის არის, რა ქვია, იუთუბერი არის. რა ქვია იგოგოს? იუთუბერი? ხო. რა ვიცი. ახლა ტიკტოკერია თუ იუთუბერი? ტიკტოკერი იყო, იუთუბერიც იყო მე მგონი. არა, ისა რა ქვია და მავიწყდა. ტიკტოკერია, იუთუბში არ ყოფილა ეგ. ხო, ტიკტოკერი იყო თუ იუთუბერი, რა ვიცი, რა ერქვა. რა ქვია სახელი დამავიწყდა. შვილებიც აყავს. ხო ვიცი. ერთი გერმანიაში. ეს არის, ხო, ამ ხელა ხო ქონდა. ახლა ამ სიგძე გაიკეთა იმ კიდე გრძელია, ხო, უფრო გრძელი. ხო, იმე, რათი უნდა გააკეთო რამე და ვიცი. თავისი ჭხილია მაინც ეგა? არა დაგძელება. არ ამგონია დაგძელება იქნება. დაგძელება. აბა მაგდონებდე როგორ უნდა გაიზარდო ჭხილი. არა დაგძელებაა, ნე. იცი რა არის, შენი საკუთარი ჭხილი რო გაიზარდო, მე ასე მოდის, იხრება. და ეგ სწორია ხოლმე ეგ. არა, დაგძელებაც შეიძლება მოიხაროს. მოიხაროს? კი, კაცო, დაგძელებაც სიხე მოხრია. ისე ამ იმაში რა ქვია, ამ სიცხეში. არ დადნება ის პოლიგელიო თუ რაღაცა რო გიგეთია? არა დნება, რო დნებოდეს ხوار გაიკეთებდნენ. ისე რომ ჩამოიღვენთოს. ისე ჭხილი აღარ სუნთქავს კი. ძალიან ბევრი რაღაცაა დადებული და მაგით. არ სუნთქავს ჭხილი მე. და სასარგებლოც არ არის, შენ გონია სასარგებლოა. ყველაფერი მომსპარ ის არის, აბა იმ რაღაცა ნათებაში რო შეუშვებ. უტრაისფერი ცხევები არ ვარ. არ ვარ გასეისო. წესი და კანონი არ ვარ გამო. კი. ხა ჩვენი დასაქმები რასაც გინდა იმის გაიკეთებს კაცო. ანუ ჩვენ იმაზე კი არ ვიზახთ, მაგრამ აი უზომოდ ძელი ჭხილი ნამდვილად უბრალოდ არ არის ლამაზი. ჩემი აზრით ნამდვილად ულამაზოა. არ არის ნორმალური სიგძის ძალიან კარგია, მოვლილი გაქვს რა თქმა უნდა ყველანაირად, მაგრამ სიგძე რო გაქვს შენ ჭირიმე ის რა არის? ან შენი როგორ უნდა დაბანო? ან თავი როგორ უნდა დაიბანო? ან ყურირითი უნდა გამოიწმინდო რა არის? და შენ რა თაში იტაყო დაბანის დროს გამოითხარ. აი მე ერთხელ იმაში რა ქვია, ბარში ვიყავით და გოგოს ქონდა, მინტან გოგოს ქონდა, იმ ხელებ ჭხილები ხარ ხო, იმ ხელებ ჭხილები რომ ის პოდნოსი ძლის მოქონდა. კაკაკით და პოდნოსი. მე რეკლამის იმებში რო რაღაცა ვნახე, ფეხის ჭხილებზეც რო. ხო, დიდი ჭხილები. ფეხის ჭხილზე შეიძლება პედიკური გაიკეთო და შილაკსაც იკეთებენ ხოლმე, მაგრამ ეს გრძელი ჭხილი რა უბედურება. ფეხსაც მე ჯნოაცია დგარით. გამოსულ. რა? ძაღლები წკაპატკობით. ძაღლები დადიან ხოლმე ეგრე, უკან რომ მოგყოლიან ძაღლები წკაპატკობით დადიან, რა უბედურება რა. გიორგის მოკლის თრასალი ტყირა. ახლა კი მესმის. ან წინდა როგორ უნდა ჩაიცვალა ჭხილზე, კაცო. წინდა როგორ უნდა მოიცვა. თქვა შეგწივდა, ხო როგორ უნდა ჩაიცვა. ხო გაიხარა. უნდა გაჭრა და ისე ჩაიცვა რა. თითებს შორის უნდა გავოჭრა. ჭხილზე შეგიძლია გაიკეთო ნორმალურად. აი მაგ ხელა ჭხილები რა. ჭხილს რაღაც უნდა დაგძელვა ფერი ჭხილზე. ო, ერთხელ უყურე. მაგრამ ჭხილს დაიგრძე. ჭხილები და გარეთ ქონდა ისე. ფეხსაცმელში. ბასალუჭკები ეცვა თუ რაღაცა და გარეთ იყო ჭხილები. ჭხილები გარეთ იყო. რა? აი ფეხსაცმელზე ბევრად დიდია. მე რა ვიცი სისულელი არის, მაგრამ არის. ულამაზოთ არა, იგლამაზია. ეს ტიკტოკერ გოგოსაც ქონდა ეგეთი ჭხილები, ეგ ზუსტად ფეხებზეც იკეთებს ხოლმე ჭხილებს, დაგრძელებული. ან ფეხსაცმელს როგორ იცვალ, დაუწერე ეს ხალხა. ან ფეხსაცმელს როგორ იცვალ ბოტასო რა არისო. ან ნასკი არ გინდა მოიცვალო, ან რაღაცაო. როგორ იცვალო? წინდა ხო უბრალოდ. იმათმა კი ნასკი დაწერეს, მაგრამ ნება ბოტასი როგორ უნდა ჩაიცვა ხო? ოდნავ რო ჭხილი წამომეზდება ხო, აი იმაზე ფეხის ჭხილზე ხო, ფეხსაცმელი მტკენია. არ ტკივა, ხო ტკივა. ან მესმის ახლა ხუთი ზომით დიდი უნდა ჩაიცვა. შეიძლება
ხელზე შეიძლება გაიკეთო ხო ხელზე ხელზე ხო არ გაცვია არაფერი და ელემენტი ფეხსაც მელი არ გაცვია და არაფერი გაცვია და ფეხზე ხო ალბათ ის უნდა ჩაიცო ადრე ხალხო ჩემს ბავშვობაში ლილოს ბაზრობაზე რომ მივდიოდი თუ გახსოვთ არ ვიცი შეიძლება გახსოვთ თქვენც ვინც დადიოდით აი ამ ხელა ფეხსაც მელი ეკიდა ხოლმე ბოტასები სადაც იყიდებოდა აი ამ ხელა ბოტასი ამას უყურებდი ხალხო მეთქი ეს ვისაცვია ამ ხელა ფეხის ადარსებობს სადმე არის ამ ხელა ფეხი თქო ბიგფუტსაც აღარა აქვს მაგ ხელა ფეხი ბიგფუტსაც არ მო სადაც კი დიდი ეკრება ის ფეხაცველი ვინა ბიგფუტი ვინ არის მულტფილმია ბიგფუტი რაღაცა ბეწვიანი დიდია ოღონდ კი არა ჩანს ახეზე მარტო ფეხები ჩანს დიდი ფეხებია ამ ხელა და ელემენტარულ არის ჩაიწვენ გაიკეთებენ ხელა ფეხს და რასა სიამოვნოა გაცვია ქოში ან ელემენტარულ სიტყვაზე რა ქვია ბასანოჩი და ჩხილები დაბლა იმაზე რა ქვია მიწას ეხება და კაკაკუკით დადეხა რა ან რო წაარტყა უცბად ეს ჩხილი რო წაარტყა ხო აგეხა მთლიანად ისე კი ხიზები კი იქნებიან მე რა ვიცი შეკაცო კარო ან წამოგედოს ადღაც ხო იმას აკენი რა ქვია ან ბალახზე აგებლან და აი ელემენტარული ქვად წამოადე ის ჩხილი ხო ხო რა ვიცი ან რაღაცას გამოდე ხო უნდა აგეხეს ვაიმე რამწარე იქნება ვაიმე ბავშვობაში დამეცავ ჩხილში დიდ ჩხილში რაღაცა წამძვრა გიორგიეს ჩხილი სუნთლად წავიდა ეს ჩხილი გაძვრა ახალი ჯერ გაშავდა ახალი გამოვიდა მაგრამ ჯერ გაშავდა ჩხილი მერე გამძვრა ეს ბახ სკოლაში დავდიოდი სკოლაში არ დავდიოდი ზაფხული იყო დაჟე იმასაც ვერ ვიცამდი რა ქვია შლოპანცებსაც აი შლოპანცი რა იყო ახლა ელემენტარული ხო ისიც ამტკენულობდა შლოპანცები დაწკაპულობდი სხვა გამისად ვერ მივდიოდი მერე გამისივდა ეს თითი ბურომბივით ამქონდა თეატრ საშინელება ერთ ჩხილზე გიორგი ამ 3-4 თითზე მანიკურები მესო ხოლმე როცა დამითხოდე სკოლაში ამ თითი აღარ მისვა მანიკური იმიტომ რომ წამძვრალი ქონდა კანი იყო და მერე რომ დაიწყო ხო იმა ჩხილმა გაზდა სანაიათამ აი სისაკვირველი არ არის ხო როგორ რა ხდება ორგანიზმში ჩხილი ამოდის კანიდან აი ხორცი რო დაიჭრება ჩხილი ხო იზრდება ხო აი ხო მოიჭრი ჩხილს იზრდება ისე თმა გადაიხოტრა თმას ისევ ამოდის მე ხო აი რა მართლა ყველაფერი სასწაულია გიორგი რამდენზე ვარ დედი არ დავიმშვიდობეთ ქათამი მაგასაკეთე ცოტა ხანი და წავიდეთ ხო ქათამი ის არის გასაკეთები რაღაცა მინდოდა თქმა ხო და ეგრე რა ვიცი ეგრეა მივახსენეთ უბრალოდ არ არის ფეხზე მაგალითად ჩხილი ლამაზი არა ახლა კი დიდი ჩხილი გრძელი მოწესრიგებული უნდა გქონდეს ხო მაგრამ გრძელი ჩხილი არ არის ლამაზი ხელზე მწამს მაგრამ ფეხზე არ არის ასული ჭყალი პაკაპკით რომ დადუხავ ჭყალები რა ძაღალი და კატაც რო ის არის რა ქვია რო არ ანადირობს კატა ჩხილებს კეცავს რო არ წკაპუნოს ხო და ეს სენ პირიქით იკეთებენ ამ ჩხილებს ძაღლებს აჭრიან ხოლმე ჩხილებს რომ აი წკაპუნოს და ისინი კიდე იზრდიან მე რა ვიცი და წკაპწკუბი და ხო წკაპ არ არის უბრალოდ ლამაზი მე მოღუნულია ესე მოღლენჭილია ასე წასული და რო გამოედოს რაღაცას მაგალითად რო გამოედოს რაღაცას ვა ყიან თლიანი ჭყილი ახეს ალბათ ან კიდე ის არის რა ქვია ზოგი რო ამ ხელა ქუსლებს რო ჩაიცვას ხოლმე ამ ხელა ზუტა დიდ ქუსლებს და რო ვერ დადის რაღაცაცვია ხო ზოგი კორკორკორ ხო მე იძახიან რომ ფეხები გტკივაო ფეხი გეტკინება აბა რომ ესე რო დადიხარ ქუსლები და ასე
ვანკასტანკასავი. ბაზრობაზე. ხალხო ბაზრობაზე რო იყო ერთხელ ბაზრობაზე მოვდიოდით რაღაცებს ვატვარი გამიარა ხალხო ლამის ზედამეცა. ასე შევა. ასე აკეთებდა აი გადადიოდა გადმოდიოდა ლამის ზედამეცა. ის დადიოდა. მე რა ვიცი ან ბაზრობაზე რა თუნდა ხელა ხუსლები გაწვა. აი მე ახლა რო წავალთ დედის 1 საათი წავედით. რა აქედან რო წავალ. რო ჩავწ ბანებს შევამწოდეთ რო ხო ვაიმე ხალხო ის არის რა ქვია ერთხელ ბაზრობაზე დგავართ ყიდულობთ და გაიარა ვიღაცა ქალმა და პირდაპირ ეს წვრილი ქუსლი დამადგა ფეხზე ამაში აი ამ ადგილას ვაიმე გითიც ხო ვაიმე მეთქი ახლა აყვირდი ეს ქალის თმებიდან ითრიე მთელი ეს ფეხები მოამტვრიე ძირში თქო მე კითხარი ქალბატონო რა არის ნორმალურად გაიარე დამადგი ფეხზე თქო წვრილი ქუსლი თან ძლივს დადიოდა და მე დამადგა მაინც და მაინც ვაიმე რა მწარეა ერთხელ კიდე მაღაზიაში შემდგა ვიღაცა და კარგათაც მიიღო არა სუგი მასავედან ის სუგი მასავედან დადიან ფლოქვებით კოხტა დადიან სუგი მასავედან ეს ზოგს მართლა ლამაზად დადის და კარგად დადის და ზოგი კიდე დაკორკალობს ფეხსაც არ უხდება რაღაცა დაძარგული პეტენია მე ასე შევა ხო ასე აკეთე მე ადრე ამგრა დავდიოდი გიორგი მაღალებს აღარ გახო მაგრა დადიოდი და ერთხელ კიდე იქიდან მომაბრუნე რა ჩაგაწმევინა ისინი რა იყო ისინი მეებს შენადგილზე რო ვიყავი ყოფილიყავი არ ჩავიცვამდი ვაიმე რა წვრილი ქუსლი ქონდა თან გველის ტყავი იყო ფუჯ რო იმაში როგორ უნდა ჩავხო ჩეკმა იმაში როგორ უნდა ჩავხო ფეხი ფუ გველის ტყავი არა მართლა გველის ტყავი კი არ იყო მაგრამ გველი ხო აკეთები ტყავებისგან პითონის ტყავისგან აკეთები არ იყო მართლა იგა ეგ ნამდვილი არ იყო ვიცი მაგრამ იმას გავდა აი ჩექმები იყო არა ახლა რუსადმე ახლა ასე ქორწეში და იმის ხოხი ის დაბადების დღეზე მე ქორწეში არ მეცვა გიგა მინიკაბა რომ მეცვა და ოღონდ ეგენი არ გეცვა ქუსლიანები ეგენი არ გეცვა სხვაები გეცვა ქუსლები ისა ესეთი იყო ოჩექმა ხო მა კიდე ეხლაც აგაკ მიდე დაანახე ესეთი კონი ეგენიც მეცვა სადღაც ესენი სადღაც გეცვა ქორწილში არა რესტორანში გეცვა დაბადების დღეზე წავედით ეგენი ხო ესენი ისინი სადღაც მივდიოდით და იქიდან გახვედი მომაბრუნე არა ერთ ქუჩაში მივდიოდი და იმიტომ და მე სადღაც გვეცვა გიორგი ისინი ის ჩექმები სადღაც კი გეცვა მანქანით წავედი მაშინ გამხდარი ვიყავ ეს ჩექმი მინიკაბა მეცვა აუ არა და სხვათა შორის ლამაზი ფეხსაცმელი კი იყო მაგარი ჩექმა იყო სხვათა შორის მაღალ ქუსლი ფეხს უხდება აი ძალიან კარგი სხვათა შორის უბრალოდ სად არის მან დარი მგონი რა ვიცი მანდ ნახე ორჩექმა ყავისფერებია ხო ეგენი კარგია ეგენი რამდენი ხნის არის და ეს არ არის ძალიან მაღალი ის ძალიან ნამეტარი მაღალი იყო ეგენიც მეცვა ხო ეგენ სად მეცვა სადღაც მეცვა სენი მაგრებია ეს არ არის ძალიან მაღალი სხვათა შორის არა 10 ინჩიც არ იქნება აი ხალხო ესენი მოუბრუნე ხარეს აი ქუსლი როგორია გარაი ძალიან მაღალი ქუსლი იაფიანი არ არის ფეხსაცმელი 51 არის 51 რო დიხარ არა ზომაზე არ მიდიოდა გინდა 51 კოხტები ხო ნამაზი ის არის ფეხსაცმელი ეს მეცვა რაღაც კაბაზე მეცვა თლიან კაბაზე ცოტა მოკლე იყო მგონია მუხლის დაბლა მაგრამ ქუს მუხლის დაბლა იყო კაბა თუ კაბა ხო და გვერდზე ეს შეხსნილი იყო გვერდზე შეხსნილი იყო აი აქედან წინიდან ცოტა წინ აი აქამდე იყო შეხსნილი დაახლოებით ხო ეს არ არის ძალიან მაღალი ამაზე მაღალიც სხვათა შორის ის ჩექმები მე სადღაც გეცვა მანქანით წავედით რესტორანში გეცვა მანქანით წავედით რა ვიცი მე კარგად იარე და იქ გზაში რა მოგივიდა იკორკალე და იქ კარგად ვიყავ იქ არის არ იყოს ლამის ზედამეცი იქ არ ვიკორკალე შეკაცო ფეხი მткиო და
ფეხი მткიოდა და რაზე ჩავიცვი მეც არ ვიცი. აი რაზე ჩაიცვი მე რა ვიცი ხო? არა, სხვათა შორის კარგავიარე მაშინ. ქუსლები. დადექი აქ არის დექი კაცო. დაჟე ვიცეკვე კიდეც იმ ქუსლიმეები. კი იმ ქუსლებზე. ხო? დაი ფეხი მოვიტეხე. მე იმას ვიძახოთ. ახლა გავიხდი ფეხს მეთქი და ვიცეკვე. იცეკვე კიდეც. გონია ჭარული. ხო. ხო, აი სხვათა შორის ბავშვობაში აჭარუც შეყვავდი. სალონში. კარგად გამომდიოდა. თმები. თმები ხო დაიხვიე. რა მქონდა თმები გაკეთება. მაგარი ჩექმები იყო. მაგარი ჩექმები იყო ხო? აი ოდნა ჩექმები იყო მუხლის დაბლა. აი მაგამდე იყო ის ჩექმა. დაახლოებით აი დაახლოების მუხლის რო იწყება რა. რო იწყება ხო? იქამდე და კაბა იყო მე მგონია ეს მუხლი ჩანდა რა. ხო. დაახლოებით აი ემხელათი ჩანდა მუხლი. ხო. კაბა. შუმაგარი. არა ჩექმები ამხელებს ხო არა? მაგამდე იყო. კი კაცო ხო რა. შუმაგარი ჩექმები იყო. იცი რამ ფერები იყო ხარ ხო? აი მართლა გველის ტყავს ან აი ხალხო პითონი თუ გინახავთ. წვანი პითონი თუ გინახავთ ხო ის არის. აი რაღაცნაირი ორნამენტები ხო პითონს. ეგეთი ფორმა ის ქონდა. ორნამენტები. და მწვანეში გადადიოდა. აი ღია მწვანე რაღაცა ლამაზი იყო აი არც მუქი. აი ისეთი იყო ანაკონდა რო ხო იცი ამაზონზე რო არის ყველაზე დიდი გველი რო არა. რაღაცნაირი მომწვანო ფერი რო. აი ეგეთი იყო. ეს გაარჩევდა სიგონი მართლა გვილი. ხო. ოღონდ ნამდვილი ტყავი არ იყო, მაგრამ პითონის სტილზე იყო. ხო. პითონის იმიდან აკეთებენ ფეხსაცმელებს, ოღონდ ის ძვირია ძალიან. მე რა იაფი კი არ მივეცი 200 რაღაცა ვიცი ხო იაფი ვიცი. 200 რაღაცა მივეცი. არა, სუფთა ტყავი იყო, მართლა კარგი იყო, ახანები მართლა კაი. ხო, კარგი ის იყო. პითონით არ იყო გაკეთებული ალბათ. პითონით არ იყო გაკეთებული, ის იმიტირებული ტყავი იყო რა. ხო. შუმაგარები იყო რა. წვრილი ქუსლი ქონდა. აუ დაახლოებით ამხელა ქუსლი ქონდა მეტია რა. მყავისფერი ჩექმები ცხო ქონდა. მაღლები ეს სტილის. ეგეთი სტილის იყო ის ქუსლიანი. ეგეთი ქუსლიანი მსხვილიანი იყო. ცოტა მსხვილი ქონდა. ხო. მაგაზე მსხვილი ქონდა ოდნა. ხო. ხო. ისინი რო ქონდა? რა ქვია? პლატფორმები. ის კაზაჩოკებიც. კაზაჩოკებიც ქონდა, ხო? კაუბოის ფეხსაცმელები. ხო, კაუბოისიც მქონდა, ხო. აქამდე იყო ის ხო. მუხლის დაბლა. ეხლაც მოდაშია იგი. ხო, რამდენიმე. კიდე რა მქონდა? ის ხო ქონდა. ბასანურჩი ხო ქონდა წვანი. აღალი ქუსლით. წვანი მქონდა თუ წვანი ქონდა თუ არ ვცდები. შავი. არა, შავი, წვრილი ის ქონდა ზემოდან. ხო, წინ. და უკან სუწრი. და მაშინ შესაკრავი ქონდა. ამ ადგილას. ხო, წვრილი. ქუსლით წვრილი ქონდა სხვათა შორის. ამ სიგზე იყო. აა. იმას მართლა. იქ საფხუში მეცვა. ხო, იმას მართლა ქუსლი ქონდა. მაშინაც რესტორანში ვიყავით ეგენი რო ვიყიდე. იმიტომ იყიდა რომ რესტორანში მივდიოდით. დაბადების დღეზე თუ რაღაცაზე მივდიოდით. ის ჩექმა მეცვა ზამთარში. ხო. რესტორანში. რესტორანში გეძა ის ჩექმაც. ის საფხუში მეცვა. ხო. მანქანით წავედით. რესტორანში ის ჩექმები რო გეცვა. ისიც მეორეებიც ბასანჩკებს რომ წაიწყო. ხო, ისიც. მაგრამ იცი როგორ სრიალებდა იმაში მე რა ქვია. ემაში, რესტორანში მეტლახზე. აიმე. როგორ სრიალებდა და სხვათა შორის რო შევედი ისა რა ქვია. ეს ბასანჩკები სრიალებდა, ის მეორები არა. ბასანჩკები ხელი მეკიდა არ წავიქცე ხან გიორგის ვკიდები. ხელი კი არა, მასწავლებელი. მაშინ ვკიდებდი ხელს. ხალხო, მასწავლებელი მყავდა, იმას მასწავლდა ხელოვნებას ხო და ხალხო ისე დადიოდა მაღალ ქუსლებით, ისე დადიოდა რომ რა ვიცი. სხვათა შორის იძახოდა რომ დაბალები რომ აცვიაო, დაბალი ისინი. ან ბოტასი ან რაღაცა ფეხები მტკივდება. მიჩვეული იყო. მაღალი ქუსლი ისე ზოგი სხვათა შორის დაბალზე ვერ დადის. მაღალი ურჩენია. მაგალითად მე მაშინ ვაფშე მაგრა დავდიოდი რა, ყოხტა დავდიოდი. რა მაგარი იყო მე იცი რა არის? ყოველდღიური გამოსაყენებელი არ არის. არა კაცო. ახლა მაგალითად მე გიორგი რუსადმე წავიდე. ხო. ან რესტორანში ან რაღაცა ჩავიცვა. შეიძლება ჩაიცვა, ხო. ჩავიცვა ფეხსაცმელებს ყოხტათ ლამაზად და წახვალ მანქანით მიხვალ და მოხვალ ახლა. დორგანმოს ახლა მე აღარ დავიწება. ახლა ის არის აქვე ბაზრობაზე რო წახვიდე და
ჩაიწვა მაღალქუსლები და დაეცე ვიღაცას ეგრე არა მაშინ რომ დამეცალ ამის ახლა სიარული ჩაულებრივად გავივლი განო კი არ გამიჭირდება მაგრამ უბრალოდ ეხლა სასურველი არ არის ყოველდღიური რომ მაღალი ვატარო აიმე არც მაშინ არ ვიცომდი ძალიან მაღლებს მაგრამ ეგ არის კაზაჩოკერს ხშირად კაზაჩოკერს ხო ხშირად კაზაჩოკი ნორმალური სიმაღლის იყო არც ძალიან მაღალი იყო და არც დაბალი და ხშირად ვიყენებდი ეგენი ხო მაგრამ ჩავდიოდი იმით დამოდიოდი რამ ხელაზე წავედი ერთხელ სკოლაში არ ჩამოხვედი მაღალქუსლით მაღალქუსლები რო ჩაიწვი რაღაცა მე ჩაულებრივად მოვედი რა ხო ჩაულებრივად მოხვედი და მეთქი დერეფანში ისვოდა შენი ქუსლით ხო მეთქი მოკაგუნებს არა ხო ხო ჩექმები იყო მეგონია ხო ჩექმები იყო ყავისფერი რიცხო მქონდა კი ჩექმები ყავისფერი მქონდა მაღალყელიანი ასეც მქონდა ჩექმა ოღონ დაბლები ერთი რომელიღაცა მასწავლებელი ხო დადიოდა ქუსლებით მიდიოდა და სკოლაში მქონდა ჩექმა ხო გახსოვს ხო ისე ოღონ დაბლები იყო ისინი დაბალი შავები ხო ისინი დაბალი იყო ხო და რა ვიცი არა მე რესტორანში ჩაულებრივად ვიყავ განა არ მიჭირდა უბრალოდ და მე უკვე რომ დიდი ხანი რომ გავძერდით მე ისა მქონდა რაღაცა წაღებული მოღებული ქონდა დაბლები აი კლასიკური რა რომ მეცეკვა იმებით ვერ ვცეკვებდი იმაში რა ქვია ბასანჭების ესრიალებ და ერთხელ დაბადების დღეს მეგობრის დაბადების დღეს წავედით და შევიკრებით ის მეგობრები და ჩემს დაკაც მეუბნები რომ მეგობარს მეუბნები გოგო მეგობარს რომ არ ჩაიცვა ქუსლები აღალქუსლები არ ჩაიცვა ან ფეხსაცმელები წამოიღე ის არის რა ქვია ეს ცეკვავთ და არ წაიქცა ხალხო გადაუბრუნდა ფეხსაცმელი გადაუბრუნდა თუ გასრიალდა თუ რაღაც არა ვიცი ფეხი გადაუბრუნდა ქუსლი მოსტყდა ხალხო ქუსლი მოტყდა ეს ამხელა ქალი წაიქცა დაეცა ამხელა გოგო ხო ქალია რა გოგო უნდა გათხოვდეს ცოტა ხანში ხო რა ზელოდება ნეტა შეყვარებულთან ერთად ბრძანდებოდა ქალბატონი ხო და წაიქცა ხალხო მოტყდა ქუსლი იმასი კი არ იძახოდა რა ქვია რომ წავიქეცი და რამე ხო არ მოვიდე ფეხსაცმელი გავაფუჭე ახალი ფეხსაცმელი მეთქი ქალო რა ფეხსაცმელი კი რაღა კიცელი მოიტეხეთ ხო ფეხსაცმელი რა მოვა და შენ მოიტეხავდი რაღაცა რესტორანში ხალხო აუსრია და ფეხი თუ გადაუბრუნდა თუ ამ ცეკვისას თან ხო მოიდომა თან აჭარული ცეკვის ცეკვა მოიდომა გიორგი მაშინ მამა შენ რომ მეუბნებოდა რომ სრიალე რა ჩაიცვი ესენი კაცო დააყდები აქა და კი რაღა რა თქმა უნდა საერთაშორისო მე არაფერი არ უნდა თქვა არავის არაფერი არ უნდა თქვა თორე ხდება უთხარი არ ჩაიცვა ფეხსაცმელი ეგ ფეხსაცმელები დაასყდები წაიქცევით ხო და გამართლდა გიორგი 1 საათი და 12 წუთი ვარ და 15 წამი ხალხო ხო და ფეხსაცმელს რაღაც ჩივი აი იქცევი ხო ფეხსაცმელს რაღაც ჩივი ხა მე ვაყიდინე არა და ის ფეხსაცმელები სხვათა შორის მე ვიყავი მე წამიყვანა მაღაზიაში ამარჩევინეო მე რა ვიცი ხა ფეხსაცმელი როგორი მოსწონდა ხო მაგრამ მე სხვათა შორის გემოვნება მაგარი მაქვს ისეთი ხედვა მაქვს აი ფეხსაცმელს რო შევხედავ პირდაპირ ვეუბნებით რომ იმისია სხვათა შორის ის ბასანჭი შენ მომარჩევი მე აგარჩევინე ის მაღალქუსლი ხო მაღალქუსლები მიყვარს სხვათა შორის არ წამოიღო არ დამიჯერა არა მე მქონდა კლასი მე ამიტომ ჩემს მეგობრებს გეუბნებით მიყურებთ დამიჯერეთ როცა რაღაცას გეტყვით დამიჯერეთ თორე კისერს მოიტეხთ და ჩაიცვით ხალხო დაბალი ფეხსაცმელი როგორ შეიძლება და წამოდით და გაერთობით კიდეც კარგად რავი ამხელა ჩაიცვა მოდი ახლა დავიმშვიდობ თან წვანი ფეხსაცმელი ვაიმე რა ლამაზი ფეხსაცმელი გააფუჭე მართლა გოგო არა რა არ უნდა მოგცეთ ფეხსაცმელი კაცმა წავედით აგეშიდობები ვით მომავალ ვიდეომდე აბაჰო კარგად იყავით მაგრად იყავით ჯიგრად იყავით ამასობაში ეს კიდე ნაწილებად დავამტვრიე დიდი მადლობა უყურეთ ხალხო ნაწილებად წავიყვანეთ გაიხარეთ გამრავდით ვიროდის გვიყურებთ იმ დღემშვიდობისა რომელ დღესაც გვიყურებთ ის დღემშვიდობისა არ ვიცი ხო
კარგად იყავით, მაგრად იყავით, აბაჰე და ზოგი მეორე დღესაც გვიყურებთ ხოლმე, ზოგი ღამეს გვიყურებთ. ხან ფეხსაცმელებზე ვისაუბრებთ, ხან რაზე, ხან ჭხილებზე და ხან კიდე რაღაცაზე. აბაჰე და აბაჰო, კარგად. იცი რა მინდა ხალხო გითხრათ? თემები დაგვიწერეთ. რომ სხვადასხვა ვიდეოებზე გადავანაწილო ხოლმე. რაღაც საინტერესო თემები რომ ვისაუბროთ. აბაჰე და აბაჰო, კარგად. და გამშვიდობებით. ბაი.